ნიკა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა. როგორ შეაფასებდი აი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს? დავიწყოთ იმით, რომ აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის კანონი არ არის. კანონი არის მხოლოდ კანონმორჩილი ადამიანებისთვის, ხოლო არ არის მათთვის, ვინც ხელისუფლებას თავის, ასე ვთქვათ, კუნთებს აჩვენებს. იცით რა არის, გულახსენად გითხრათ, არ მინდა რომ ვიყო პათეტიკური და არც ბანალური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალობა. ამ ორ დღეში რაც მოხდა, განსაკუთრებით ორ დღეში, უბრალოდ ძალიან ბევრმა ადამიანმა ყურადღებით მიაქცია თვალყური მომხდარს, ვინაიდან ძირითადად ყველა სახლში არის და მოსმენილმა და თუ აღბეჭდილმა, ხო, რაც ჩვენ დავინახეთ, მაგრამ დაგვაფიქრა, არადა რეალურად ეს გრძელდება არა ერთი წელიწადია უკვე. არ არის სახელმწიფო, როდესაც და ვერ დაუძახებ სახელმწიფოს მხარს და ბედს ვიტყვი, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი, როდესაც ის ადამიანები, ვინც უნდა მე, თქვენ და რიგით მოქალაქეებს მიცავდნენ ჩემს სიცოცხლეზე, უნდა ზრუნავდნენ კომენდანტის საათის დროს დაწესებულ შეზღუდვას, უნდა მონიტორინგს ასე ვთქვათ უწევდნენ, ეს ადამიანები კლავენ, ხომ? ძალიან ბევრ პოლიციელს ვიცნობ მე, თქვენს და რა ვინ არ იცნობს, ხო? ძალიან ბევრ პატიოსან პოლიციელს ვიცნობ. აზრადაც თავში არ მოუვათ, რომ კომენდანტის საათის დროს ჯერით იქ რა ეკეი. ეს რას ნიშნავს? თავგასულობა, დაუსჯელობა, თუ რა შეიძლება ნიშნავდეს? აი ძალიან საგანგაშო სიგნალია, ხო, რამდენი ხანია არ გაგვიგია, რომ ვიღაცას აივნიდან იარაღი ესროლა. ეს 90-იანი წლები გაგვახსენა ყველას უკლებლივ, ხო, ამ ამბავმა და ეხლა თან კომენდანტის საათის დროს, როდესაც არღვევ ამ საყოველთაო კარანტინს, მოყავს ოჯახში სტუმრები, მასთან ერთად კეიფობ, თვრები, შემდეგ გადიხარ აივანზე და იარაღს ისვრე. აი რაზე მეტყველებს ეს? კი ბატონო, ამის თქმა მინდოდა. ძალიან ბევრ პოლიციას ვიცნობთ, ხო? ძალიან ბევრ პატიოსან, მადლობა ღმერთ პოლიციას, რომელსაც აზრათაც არ მოუვა თავში, საკუთარი აივნით რა ეკეიფება კომენდანტის საათის დროს, ხო? ეს პოლიციელები რო შეიკრიბნენ ერთად და კეიფობენ. მეორე, აივნიდან ორი მჭირი დაცალა ადამიანმა, წარმოგიდგენიათ? რატომ? იმიტომ რომ დაუსჯელობის განცდა აქვს იმ პოლიციას. ნეტა ქალბატონმა გადარჩენილი იყო ის ქალბატონი. მაგრამ ეს ქალბატონი სხვაგვარად დღეს არ ყავდეს სამწუხაროდ ყავს, ხო? არავინ არ დაჯიდა იმ პოლიციას. მეზობლებმა თქვენს, ხო, დღესასწაული არ არის, როდესაც ეს ადამიანი არ ისვრისო. რატო? იმიტომ რომ მეზობელმა თქვა, რომ ისროლა კიდევაც რამდენიმე თვის წინ იყო, რომ სავარაუდოდ ამ პოლიციელმა ისროლა და მასთან აივანზეც კი არის, ხო, ამ ტყუის ანაბეჭდი. როგორც ის ამბობს. ინდულგენცია, ძვირფასო საზოგადოება ასეთ ადამიანებს. ამ ადამიანმა უბრალოდ კანონს ზურგია შეაქცია. აღვირი, რომელიც დაედო თანამდებობის სახით, ის მოიხსნა, აღვირ ახსნილობამ ჩაადენია, ზუსტად იცოდა, რომ არავინ პასუხს არ მოთხოვდა. და მე დეტალებში ვიცი, რაც მოხდა, როდესაც პატრულის თანამშრომლები ცხელკვაზე უკვე ცდილობდნენ გაერკვიათ და კრიმინალური პოლიციის წესიერი თანამშრომლები, რომელი ბინიდან იყო ნასროლი, ამ ოჯახის კარებს მიუკაკუნეს და კარები გააღეს ამ 18 პოლიციის თანამშრომლებმა და შეიცხადეს, რომ რა ხდება ხომშვიდობაო და ვეძებთო ვიღაცა მისროლაო აივნიდანო და მე ვისროლეო, უღიარებია, წარმოგიდგენიათ, რა შენისროლეო, ქალი მოგიკლავსო. აი იმდენად გათავხედებული იყო პოლიციის თანამშრომლებს, რომელმაც მიაკითხეს სახში, უთხრა რომ მე ვისროლეო. ხო და ქალი რო არ მომტარიყო, არავინ დაждდა. ეკა შეგახსენეთ, ხო, ეს არის სახელმწიფო, ვითომ არა და არ გვაქვს, ჩვენ ვატყვილებთ ერთმანეთს, სახელმწიფო გვაქვს. ჩვენ მართლა ვატყვილებთ. ყიფი არის ეს საფუძვლები და დენილო გვეცება ფეხებიდან. ეხლა პოლიციელები აკავებენ რიგით მოქალაქეებს და კრიმინალებს გადასცემენ. და მე ეს კრიმინალები კლავენ ამ იმებს, რა ქვია, რიგით პატიოსან მოქალაქეებს. ხო, ეს ფაქტები ხო ვიცით? ხო?
ჩვეულებრივი ამბავი არის, ჩვენ მივივიწყეთ მუხთალის გატაცების ამბავი. შინაგან საქმეთა მინისტრი რო იყო მღებრიშვილი, ამ ადამიანს არ შერჩება, გამორიცხული არის. თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფოს შევდგეთ, დიახაც ყველას ვალი უნდა იყოს. ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი იქნება ევროპული საქართველოს, ლეიბორისტული პარტიის, არ ვიცი კიდე სხვა და სხვა, ხო? ქართული ყველას უნდა აინტერესებდეს ამ ქვეყანაში ეს მუხთალი ბატონ ჟურნალისტი, როგორ აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში ტომარა გადაცმული, რომელიც ამაზე პოლიციელებმა გამიტაცესო და აივნიდან რო ისვის ის გვიკვირს, რახან ქალბატონი მოკლა, ხო? იმიტომ შეიძინა რეზონანსი სამწუხაროდ ამ ამბავდა. მაგრამ შუაგულ თბილისიდან ნიაღვის ქუჩიდან რო იტაცებ ტომარა გადაცმულს რა არ გვიკვირს და მივივიწყეთ, თვითონ არც არაფერი. ცაგერში რომ მოკლა პოლიციელი ნოემბრის თვეში, თვითონ არაფერი, პოლიციელი წარმოიდგინეთ, კლას პოლიციელს, კოლეგას. დღეს აი 1 საათით ადრე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს მოუკლავს სასაზღვრო პოლიციის მეორე თანამშრომელი. რასთან გვაქვს საქმე? იმასთან გვაქვს საქმე, რომ ეს სისტემა არის მორგებული მაღალი თანამდებობის და საშუალო რგოლის წარმომადგენელი პოლიციელებისთვის. მათ ზუსტად იციან, უკიდურეს შემთხვევაში თუ არა მოკლავენ ნიკამელიას, თუ მოკლავენ შეიძლება მოუწიოთ რა საზოგადოებრივი ასე თქვათ აღშფოთება მოყვება და დაჟიან. მაგრამ ეხლა თუ რაღაცა იქ არ ვიცი მე სხვა განსაცენადო ქმედებები დაუპირისპირა, ეს შერჩება. რამდენი შერჩენა, რამდენ პოლიტიკოს საქმთან დახვედრიან და არავის პასუხი არ უგია ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფო არის ჩამოშლილი. დიახაც, როდესაც ესეთ რაღაცებს ჩვენ თვალყოს ვადევნებ და პროზაულად გვეჩვენება უკვე, ეს არის ცალკე უბედურება, რომ არ ახსოვს. დღემდე არავინ არ სწორს კითხვას ეკა, მუხთალი როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანში, მაგრამ ამაზე პასუხები ვერ მივიღეთ, გამოძიება ისე გრძელდება. არის სტანდარტული პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ყველაზე მეტად გვაინტერესებს. ეხლა გუშინდელ ამბავზე, ასე თქვათ, მართლა გაუგონარი ამბავი იყო გუშინ, ასევე კარანტინის დროს, როდესაც პირი, რომელიც ნიკა გვარამიას თავდასხმაში მონაწილეობდა, ეს ადამიანი მივიდა მკაცრი კარანტინის პირობებში, მიიტანა ეს ნივთიერებები, რომლითაც აალა ეს შენობა, შეეცადა მის დაწვას და ესე ძალიან პირდაპირ ეთერში, ლაღად ჩაერთო პირდაპირ ეთერში და მოგვიყვა ეს ამბავი. ასეთი მართლა მე არაფერი არ მინახავს და ალბათ არც თქვენ უახლოეს ისტორიაში და ეს რაღაცე მიუთითებს. აქაც არ უნდა გამოთქვათ გაკვირვება და რატო? როდესაც რამდენიმე დღის წინ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხალხს უსვა და მე კიდევ მეორე დღეს ირაკლი სესიაშვილი კომიტეტის თავმჯდომარეა ხო თავდაცვის უსაფრთხოების. გამოდიან და უაპელაციო თავხედურად ამბობენ, რომ ამ ქვეყანას სახელმწიფოს უწევს ორ მტერთანო ბრძოლაო. ერთი არის ხილულიო, მეორე არის უხილავიო. უხილავი არის კორონავირუსიო და ხილული არის ნაციონალური მოძრაობა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, როდესაც ბედავს ამის თქმას, თან იმ მომენტში, როდესაც ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მართლა ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ როგორც ქვეყანა. ხო, დიახ. და რატო გვიყვის, რომ ვინმე ბატონი ქათამაძე მიდის და წვანს სააკაშვილის ბიბლიოთეკას? რა, ნაკლები თქვა ღარიბაშვილმა? უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა თქვენ. როგორ ფიქრობ, დავალება იყო ესა თუ თავისი ინიციატივით ეხა რატო გადაწყვიტავდა შუა კარანტინის პერიოდში, როცა მანქანით გადაადგილება არ შეიძლებოდა და არ ვიცი, შეიძლება ნარუშილოვკა ამ ქათამაძესაც ყავდა როგორც გამოცდილ დოცნების ოპერატიულ მუშაკს. ვიტყვი ეხავე დიახაც, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი არის სუსის გადმობირებული ადამიანი. და ამუშავებენ აი ბინდურ საქმეებზე უკვე წლების განმავლობაში. და ასეთი ძალიან ბევრი გაქვს ჯერ კიდევ. ეხლა ფსიქიკური აშლილობა ამ ადამიანს დაუდასტურდება თუ არ დაუდასტურდება, ეხლა ვიცით რომ ორი შემეყარება რომ ფსიქიატრები ჩაატარებენ, მინდა ყოველ შემთხვევაში ამეყარებოდეს ეჭვი, პირუთუნელ ასე თქვა დასკვნას დადებენ, მაგრამ
თუ ეს ადამიანი აღმოჩნდა სულიერი აშლილობის, კიდევ უფრო მძიმე დანაშაული ჩაუდენია ხელისუფლებას, რომელიც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს აზომპიდებს და შენ გიქცევს პოლიტიკურ ოპონენტს. სოფლიო ისტორიაში რამდენი მაგალითი არსებობს, ეკა, როდესაც მსგავს ადამიანებს ჩაადენიეს მძიმე დანაშაული, პოლიტიკური ოპონენტები მოაკლევიეს და აუფერეს, შახიდებად გამოუყენებიათ და არ ვიცი, კვლელებად. ხო? დიახაც, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ეხა არ გეშინოდეს შენ მართლმსაჯულების. მიდიხარ, ავი, გაგანია საგანგებო მდგომარეობის დროს წვამ შუა ქალაქში, ცენტრში შენობას და არ გეშინია? რა თქმა უნდა, არ ეშინია, იმიტომ რომ აგერ თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი გამოდის და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მტერი და გაანადგურეთო. მათი მხარდაჭერი 800.000 ადამიანიო, ჩაკალითო, მოკალითო, გაასწორეთ მიწასთანო. დიახაც, ეს ამაზე ნიშნავს. მეც არაფერს არ ნიშნავს. არ არის სახელმწიფო, როდესაც ამას აკეთებ. არ არის სახელმწიფო, როდესაც შენ მოქალაქეზე არ ზრუნავ საერთოდ, რომელიც აეროპორტებში ყავს მიტოვებული. არ არის სახელმწიფო, ეკა, როდესაც სახელმწიფოში ჩდება მეორე სახელმწიფო წარმონაქმნის სახით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ინსტიტუციის სახით. თუ კონსტიტუციაზეა საუბარი, ეს კონსტიტუცია არ არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს? ნიკა მელია არის საერო წარმომადგენელი თუ სასულიერო პირი, ხო? კანონი ხო ყველასთვის კანონი უნდა იყოს, მაგრამ არ არის ეს კანონი, იმიტომ რომ ხელისუფლება არ არსებობს. ვიცით, ამ ქალაქში ცხოვრობთ, ბოგინობენ კრიმინალები. ეს ვითომ ძველი ბიჭები თბილისში და ფულის ამოღებით არიან დაკავებულები. ცენტრალურ უბნებში საძმოებია ჩამოყალიბებული და შეხედეთ მინდა შევაფასოთ მთლიანობაში ეს სიტუაცია. ფიქრობ თუ არა რომ არსებულ ვითარებას ხელისუფლება გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებზე და პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმისთვის მათ წინააღმდეგ, აი ხა გივი ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არის, მაგრამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ესეთ გივით არგამაძემ ევროპული საქართველოდან დაწერა, რომ ეს თავისი სადარბაზოდან ვიღაც აგინებდა 20 წუთის განმავლობაში. ხო ძალიან უცნაურად დაემთხვა ეს ყველაფერი და ამით უმეტეს რომ ვიცით, რომ ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა, რომელიც არა მარტო კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმას ახალისებს, არამედ პირდაპირ უქცევს თავის პარტიულ თანამშრომლებს ოფისებზეც და ვიცით ხო, ძალიან ბევრი მაგალითი თუნდაც ელენე ხოშტარიაზე მიტანილი შეტევა როგორი გამოიყურებოდა, ესეც გვახსოვს. ანუ ამ პერიოდს თქვენი აზრით, ეხა ეს არჩევნები მოდის, შესაბამისად მას სჭირდება პოლიტიკურად, ასე ვთქვათ, გახურებაც და გამოიყენებს თუ არა ამ ყველაფერს ოპოზიციის ამ სიტუაციას ოპოზიციის წინააღმდეგ და ელოდებით თუ არა სხვადასხვა ტიპის თავდასხმებს. უდის მოქნევა, თავდასხმას რა თქმა უნდა ველოდებით, ეხლა ბუნებრივია რაცაც 9 წელიწადი აკეთებდნენ, იმას გააკეთებენ ბოლო თვეებში, რა თქმა უნდა, aber სხვა რა უნდა. ამიტომ შენეროთ იციან, რომ განათლებული, საღად მოაზროვნე ადამიანი, პროგრესზე ორიენტირებული ამორჩეველი ამათ ხარს არ დაუჭერს. რა კატეგორია უჭერს? ჩემის აზრით, ჩემი შეფასებით. ადამიანი, აი ეს ძველი ბიჭები, კრიმინალთან დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში ამავე დროს, რა თქმა უნდა, სუსთან ამ სადენით მიბმული ხალხი, რომლებიც მაფიოზობენ თბილისში. ჩვეულებრივად მაფიოზობენ, შეხედეთ, კაცო, Range Rover-ებით და იმით 200 და 100.000 ევროს გირებულებით მანქანებით დარბიან ცენტრალურ თბილისში, განსაკუთრებით საძმოები გაჩნდა ჩვეულებრივად. და ვერ დავამთავროთ, ვალის ამოღებით არიან დაკავებულები. რა ზღურვისხობ, აი მაგალითად, ნიკა მელიას აქვს ვალი, ეკა კვესიტაძეს და ვერ გიხდი, ხო? თბილისში ძალიან პასუხს ვაკებ თითოეულ სიტყვაზე. მართლაც კონკრეტული შემთხვევები იცით? მე ადგებიან ადამიანს, ვისაც მართებს ეკა კვესიტაძესთან ფული და აქ ჩვეულებრივად ძველი ბიჭები 90-იან წლებში როგორც ხდებოდა გარჩევა. აიძულებენ, არ ვიცი რა. ხერხემაშიც ტეხავენ და ცხვირპრისაც უმტრევენ, ასე. ხმას ვერ იგებენ. შეშინებულები არიან და იმიტომ განსაკუთრებით მეწარმეები. შეშინებულები არიან, მაგრამ მოვა დრო და ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. ამაზე არის დაფუძნებული ივანიშვილის ხელისუფლება. აბა მეტი ვიზია არის, ეხლა ნორმალური ადამიანი, როგორ შეიძლება საკუთარი შვილისთვის და შვილიშვილისთვის არ უნდოდეს პროგრესი, მაგრამ უნდა ეხლა იმას ნაციონალურ მოძრაობა კოალიციურ მთავრობაში ძველ ბიჭს, არ უნდა ძველ ბიჭს.
ქურდულ ავტორიტეტს არ უნდა, კრიმინალს არ უნდა. კი, ჩვენ ვართ მათი მტრები, მე მტერი ვარ და ისინიც არიან ჩემი მტრები. დიახაც. მაგრამ ქართული ოცნება ვერ იქნება მტერი კრიმინალის, იმიტომ რომ რა პერსპექტივას ხედავთ ოპოზიციისთვის, იმიტომ რომ ასეთ ვითარებას ავტორიტარიზმისგან მიდრეკილი ხელისუფლება რასაკვირველია გამოიყენებს თავის სასარგებლოდ, საგანგებო მდგომარეობას, საყოველთაო კარანტინს, პოლიტიკური მოტივებითაც შეუძლია გააგრძელოს. თუმცა თქვაცა შორის ისრაელში, სადაც ნელ-ნელა შემსუბუქდა კარანტინი, დღეს იყო ძალიან საინტერესო აქცია, ხო, საპროტესტო აქცია დისტანციის დაცვის და სანახაობითაც სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო. რა შესაძლებლობას ხედავთ ამ სიტუაციაში ოპოზიციისთვის? ანუ როგორ უნდა იმოქმედოს მან საკმაოდ შეზღუდული რესურსებით, შეზღუდული შესაძლებლობებით, შეზღუდულ ვითარებაში გამოიყენებს თუ არა, გაწელავს თუ არა ხელისუფლება ამ მდგომარეობას იმისათვის, რომ არჩევნებამდე უფრო ესე მიაღწიოს რამისთვის კომფორტულ ვითარებაში? თუ გავითვალისწინებთ თავს, რომ დღეს სიმართლე არის ოპოზიციის მხარეს, ოპოზიციოდ განწყობილი მოქალაქეების მხარეს, ვერანაირი რესურსი ხელისუფლებას ვერ უშვებს. წარმოუდგენელი არის. რაც უნდა ვაკეთოთ, ის ამბობს, რომ აი მე ვარ ჩავკეტე დროზე საზღვრები, მე ვარ ხელისუფლება, რომელმაც შეძლო პანდემიის შეკავება პირველ ეტაპზე, ძალიან კარგი შედეგები გქონდა. ნუ ეხლა არ ვიცი, იმიტომ რომ ვერ შეაკავა მთავარი რელიგიური რიტუალები და ეს როგორ მოგვიბრუნდება 7-10 დღეში, არავინ არ იცის. უბრალოდ გისმენთ. მეტად ვინ შეიკებს ჯერ. ნახოთ რომ ყველაფერი არის ნორმალიზებული, პირველები ვიქნებით ვინც შევაკებთ. ნურც ექიმი შეაქებს საკუთარ თავს 24 საათის განმავლობაში, ოდადიან სხვა ეთერებში, ჯერ არ იციან რა ხდება. და ნურც მით უმეტეს ხელისუფლება. უდიდესი შეცდომა დაუშვა ხელისუფლება. აღდგომის დღესასწაული არ იყო მთავარი პრობლემა, რასაც მე ვადევნებდი. ნახევარი თბილისი რო გაუშვეს თბილისიდან და აირია ხალხი ერთმანეთში, ეს იყო მთავარი პრობლემა. 700 სასუნთქი აპარატი ქონიათ, ეს მე რო მეორე წევა, მაგრამ უნდა გავიმეორო. და დობა მას შემდეგ შემიმჩნევდა მე იმ ექიმების მიმართ, ვინც თავიდან მე მეუბნებოდი რომ 2000 მაქვსო, 2000-იო. და თურმე ქონიათ 700. და ამ 700 სასუნთქი აპარატიდან მე მამაჩემს ვკითხე და მამაჩემმა მითხრა რომ 10 მაგალითად ჩემი კლინიკის საკუთრებაა. ისიც მithვლილია იმ 700-იო. წარმოიდგინე, მაგრამ კარდიოლოგიური პროფილის არის, იმას კარდიოლოგიური პროფილის პაციენტების სჭირდება. ის სასუნთქი აპარატი და რამდენი სხვა იქნება? სინამდვილეში 400-500-ზე მეტი არაა. ამიტომ აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ეს სიტუაცია გამოიყენეს მამა თქვენზე თავ დასხმისთვისაც, ხო, გვახსოვს ექიმების დაყრდნები 72 წლის კაცია და არ ვიცი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, რა ვიცი, საბჭოთა ჩინოსანის ექიმიც ყოფილა და კანონიერი ქურდის ჩინოსანის ისე ექიმიც ყოფილა და რიგითი მოქალაქის, გლეხის და არ ვიცი, მე ქართული ოცნების თუ ნაციონალური მოძრაობის რა შუაშია, კაცო. საერთოდ და მაშინ მოწონდათ, ხო, ქართული ოცნების ამ წარმომადგენლებს 2012 წელს ქართული ოცნების შემოსახაზად. ასე მოწონდათ, არც ერთი ხელისუფლების მომხრე არ ყოფილა. მე რასაც ვაკვირდები ჯერ, ვინც ხელისუფლებაშია, ყველას ხელისუფლებაში რომ მოვაძ, თითქმის მჯერა რომ ჩემს ოპოზიციაში იქნება. ხელისუფლების მოწვეული კი არა. რა მნიშვნელობა აქვს? ექიმია და თავის საქმეს აკეთებს, ფონეტოსკოპია და კარდიოგრამას კითხულობს და კურნალობს ხალხს. ექიმების დაპირისპირებაც კი გადაწყვიტა. ერთი სიტყვით, უიმედო არათუ არ არის ვითარება, პირიქით, არათუ ჩანს უკვე სინათლე გვირაბის ბოლოს. ძალიან კაშკაშა. რა სინათლეს გულისხმობთ? უკვე მე დააწმუნებული ვარ, რომ ხალხი გაიმარჯვებს. მე დააწმუნებული ვარ, ეს არანორმალური გამოხტომები ღარიბაშვილის, რომ აი მტერი აქ არის, კორონავირუსი კი არის ხალხო, მაგრამ კორონავირუსზე უარესი მტერი აგერ ყავს ქვეყანაში. სახელმწიფო ჩამოშლილი, როდესაც საოკუპაციო ხაზს წებენ და საერთოდ რეაგირებას არ ახდენ. ანუ აღარ კრუსუნებ, გამიგეთ? ანუ ჭიაყელას რო ფეხი დააბიჯო, ჭიაყელას კი ფართხალებს, რაღაცა რეაქციას სახელმწიფო არის ოთარ ფარცხალაძესთვის.
კი, ძმაო, 70 მილიონი ჩაიგო ჯიბეში, საქმე არის აღძრული მის წინააღმდეგ. ხო? 10-მდე ადამიანი ხელს ადებს ოთარ ფარცხალაძის, რომ ოთარ ფარცხალაძე არის მასტერმაინდერი ამ სქემის, ანუ მან შეთხზა ეს ყველაფერი. მაგრამ ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილის კარზე არის ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ადამიანი. 70 მილიონ ლარის მოპარვას ედავებიან. ვინმე დაჟის? არც არავინ დაჟის. ამ ხელისუფლების პირობებში, იმიტომ რომ ოთარ ფარცხალაძე თუ დასაჯა ბიძინა ივანიშვილმა, აბა, უნივერსიტეტის დოცენტი ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე მხარდაჭერი ვეღარ გახდება. ეს 2012 წელს როცა მართლა ქონდათ იმედი, ასეთი განათლებულმა კატეგორიამ, რომელსაც მომავალი უნდა და უკეთესი ხარი დაუჭირა, მაგრამ შეეცდნენ, ხო? და აღიარებენ რომ შეეცდნენ. ხო და ეს ძველ ბიჭებზე, მაფიოზებზე, რომლებიც შეკვირვები არიან სუსთან, აი ესეთ ადამიანებზე დგანან და შევასყდებით, კი ბატონო, იქნება ეს ბრძოლა, არ იქნება ადვილი, მაგრამ მე ვისურვებდი ერთ რამეს. და ამით დავასრულოთ თუ შეიძლება. ყველა პოლიტიკოსმა ოპოზიციაში იქნება მოახერხოთ და ყველაზე საჭირო დროს სიმართლე ვისაუბროთ ხუნდე. მე გული მტკივა, ეხლა ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, მაგრამ ოპოზიციაში დავინახეთ პოლიტიკოსები, თითქოს აღარ არსებობენ, გამიგეთ? იმიტომ რომ მოერიდნენ სიმართლის ელემენტარული ვერ უთხრეს, დარჩის სახში ვერ უთხრეს ადამიანებს, იმიტომ რომ მოერიდნენ, რომ შალვა კეკელიას, რომელიც მე საბოლოო ჯამში თვითონ საპატრიარქო გააკრიტიკა, ვინც ტაძარში არ მოხვალთო, თქვენ იოსოს უღალატებთ, წარმოგიდგენია? იმდენად სისულელე თქვა, დიდი რომ საპატრიარქომაც კი დაგდო, ანდრე ჯაღმაილეცემაც კი დაგდო. მაგრამ პოლიტიკოსებს, რომელსაც უსმეს გარკვეული კატეგორია მოსახლეობის, დაიმალნენ ოპოზიციონერებიც. ეს ჩემთვის იცით რა სიგნალი იყო? მე თითქმის დარწმუნდი, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი ოპოზიცია თუ ხელისუფლებაში მოვა, ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც იქცევა გახარი. შეგიძლიათ მათი დასახელება? არ დავასახელებ. მაგრამ იციან, ვისაც გულისხმობ, ვინც არ გამოჩენილა საერთოდ არ უთხოვო, აი არ შეიძლება, როგორ შეიძლება დავზიანდე, რა დავზიანდები, წახდო, სიცოცხლეს ეხებოდა და ჯანმრთელობას, მოსახლეობის. მაგრამ შენ იმიტომ რომ ვიღაცასთან ახლობ წლების განმავლობაში, ამიტომ შენ სიმართლე ვერ თქვა, რა გარანტია მაქვს ხელისუფლებაში მოხვალ და სიმართლეს ასევე ვიღაცის ხათით არ დამიმალავ. ხო, ეს პრობლემა დავინახე, ობიექტური მინდა ვიყო. დიახ, პრობლემა ოპოზიციაშიც არის და არა მხოლოდ ხელისუფლებაში. და იმედია ამიერიდან ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთმანეთს არ გაუწევთ დათულ სამსახურს.